მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, ობიექტივის ეთერში დღეს ჩემი გიორგი ტუმასიანის საავტორო გადაცემა, რომელიც დღეს გაიმართება მონოლოგის რეჟიმში და ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვეცდებით დღეს გავაანალიზოთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო, ისევე როგორც შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი მიმართულება და საკითხი დაგროვდა, რომელთა შესახებ არის მნიშვნელოვანი დეტალური ანალიზი და სწორედ ამ მიმართულებით დღეს ჩვენ გვექნება ვფიქრობ საინტერესო ასეთი ეთერი. და პირველ რიგში დავიწყოთ ბოლო განვითარებებით, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად. უნდა გაცნობოთ, რომ დილით ადრე საათებში ისრაელმა განაახლა სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში. ეს მოყვა იმას, რომ ჰამასის მხრიდან უარი იყო გაცხადებული ტყვეების გამოშვებაზე და თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვიანი ბოლო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად მოხდა რამდენიმე რაუნდი ტყვეების გამოშვების, ისევე როგორც გაცვლის ისრაელის მხრიდანაც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების, მაგრამ რადგანაც ბოლო ეტაპზე ამის შესახებ უარი იყო გაცხადებული, ისრაელმა ცალმხრივად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და როგორც ჩვენ ვიცით, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არის შეერთებულ შტატებთან და შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. ამის შედეგად ბოლო ინფორმაციით ჰამასის მხრიდან უკვე ღაზას სექტორში 400-ზე მეტი ადამიანი არის დაღუპული, თუმცა თვითონ ჰამასი ადასტურებს, რომ მათ შორის მრავალი არის ჰამასის წევრი და მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები, ჰამასის პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი რანგის სამხედროები. ჰამასი არის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაბამისად და გასაგები არის აქ ისრაელის мотиваცია. ეს მნიშვნელოვანი განვითარება არის, რადგანაც პრაქტიკულად განახლდა საომარი მოქმედებები, ისრაელს აქვს მობილიზებული, შეიარაღებული ძალები ჰამასის ტერიტორიის, ანუ ღაზას სექტორის მიმდებარედ, იმ ტერიტორიის, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს და მოსალოდნელი არის უახლოეს დღეებში, ან თუნდაც შესაძლოა საათებში სახმელეთო ოპერაციის დაწყება. ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, უკვე მნიშვნელოვანი რეზონანსის მიზეზი გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის კუთხით. შეერთებული შტატებიდან, როგორც გითხარით, ამის მხარდაჭერა არის. ევროკავშირიდან არის შეშფოთება თვითონ სიტუაციის მდგომარეობის დაძაბვის მიმართულებით, ხოლო არაბული ქვეყნების მხრიდან პირველ რიგში ეგვიპტემ გააკეთა განცხადება, ასევე თურქეთმა, რომ სრულიად მიუღებელია მათთვის სამხედრო მოქმედებების განახლება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასე ვთქვათ, მათი შეფასებით ისრაელის მიერ დარღვევა. ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რომელიც ისედაც დამძიმებული იყო ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს 2023 წლის თავდასხმის შედეგად, რომელიც თქვენ იცით, რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ისრაელისთვის. პარალელურად ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან განვითარებას იემენის მიმართულებით, სადაც შეერთებულმა შტატებმა განაახლეს სამხედრო დარტყმები იემენის ტერიტორიაზე მყოფი ჰუსიტების ან ანსარ-ალაჰ ტერორისტული ორგანიზაციის, ეს შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის იდეოლოგიას მხარს უჭერს ირანი, ისევე როგორც ჰამასის შემთხვევაში არის ირანის მხარდაჭერა და პარალელურად ასევე არის თურქეთის მხარდაჭერა და რიგი არაბული სახელმწიფოს, მაგალითად კატარის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ განაცხადეს ამ შემთხვევაში, რომ დარტყმები იემენის მიმართულებით გაგრძელდება. პირადად პრეზიდენტი ტრამპის ეს ინიციატივა არის და აფრთხილებენ ირანს, რომ არ უნდა მოხდეს გამწყვეტება მდგომარეობის. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ წითელ ზღვაში, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ერთი მხრივ შეერთებული შტატების გემებს შორის და მეორე მხრივ იემენში მყოფი აი ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს შორის, მან გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და შეერთებულ შტატებს, მათ შორის პირადად პრეზიდენტ ტრამპს, აქვს ნახსენები ეს, რომ არ დაუშვებს საერთაშორისო
ვაჭრობის ხელყოფას ამ რეგიონში და კონკრეტულად ასევე გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება იმის შესახებ, რომ ირანმა უნდა შეზღუდოს მხარდაჭერა როგორც ჰამასისთვის ღაზას სექტორში, ასევე იემენისთვის თუ ამას არ გააკეთებს, შეერთებული შტატები ემუქრება ირანს უკვე სამხედრო მოქმედებებით. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლოს იმყოფება ახლო აღმოსავლეთისგან, ჩვენ ცენტრში ვართ გარკვეულწილად ამ გეოპოლიტიკური პროცესების ევრაზიის კონტინენტზე, ამიტომ ნებისმიერი გამწვავება, რომელიც ხდება ღაზას სექტორში, რომელიც ხდება იემენში, როგორც აღნიშნე, ირანის მიმართულებით შესაძლო სამხედრო მოქმედებები და ამას ასევე ცხადყოფს ის მომარაგება, რომელიც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ისრაელის მიმართულებით, შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ 12 მილიარდი დოლარის მომარაგება მოხდა უკვე ისრაელისთვის, რათა აქტიურად მიმდინარეობდეს სამხედრო მოქმედებები ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამას ასევე ემატება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა საერთო წვრთნები ისრაელის და შეერთებული შტატების, რომელიც მოიცავს შესაძლო დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ასევე მნიშვნელოვნად გაამწვავებს თუ ასეთი მოვლენები გავითარდა რეგიონში არსებულ ვითარებას. შეერთებული შტატები ითხოვენ ირანისგან დაბრუნებას სამხედრო ბირთვული იმ შეთანხმებების უზრუნველყოფის ესე იგი დილ რასაც ქვია შეთანხმებაში მხარეებს შორის რომელიც დარღვეული არის პრინციპში და რომლის მიმართულებითაც შეერთებულ შტატებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა უზრუნველყონ ის, რომ ირანში ბირთვული იარაღის წარმოება არ მიმდინარეობდეს. პარალელურად არის უმნიშვნელოვანესი პროცესები განვითარებული სირიის ტერიტორიაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში შედგა ასე ვთქვათ უკვე შეთანხმება დღეს დე-ფაქტო ხელმძღვანელობას შორის, რომლის მეთაური არის ალ-შარა ან ჯოლანი, ორივე მისი სახელი არის მისი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ ხოლმე. აჰმედ ალ-შარა არის სტანდარტული ვარიანტი, რომელთაც უნდა მოიხსენიოთ ალბათ სირიის დღევანდელი დე-ფაქტო პრეზიდენტი და ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამ ორგანიზაციის, ტერორისტული ორგანიზაციის თავის შინაარსით პრინციპში აღიარებული რიგი სახელმწიფოების მიერ მეთაურის, რომლებმაც ჩაანაცვლეს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, როგორც მოგეხსენებათ, ასადის ხელისუფლება ალავიტებს ეკუთვნოდა, ეს არის შიიზმის ერთ-ერთი განშტოება, ხოლო აჰმედ ალ-შარა და მისი ჯგუფი ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი არის სუნიტური მიმართულება და დღეს სირიაში ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერდა თურქეთის გავლენა, ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის შედეგადაც მთლიანი ტერიტორია პრაქტიკულად კონტროლის ქვეშ იმყოფება დღევანდელი სირიის სწორედ ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის, რომელიც იდლიბის ტერიტორიას აკონტროლებდა მხოლოდ, თუმცა ძალიან ნათელი არის ყველასთვის, რომ ეს არის სწორედ თურქეთის მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეგიონში, სირიის ტერიტორიაზე და რუსეთის და ირანის ამ რეგიონიდან გასვლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ძვირფასო მაყურებლებო, რომ პარალელურად სირიაში გრძელდება სამი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროცესები. ერთი არის სირიის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სირიის დემოკრატიული ძალები, რომლებიც რეალურად შედგება ქურთული ძალებისგან, რომლებიც ინარჩუნებენ ავტონომიას და რომლებიც ებრძოდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს, ხოლო მათი მხარდაჭერა ხდებოდა და ხდება კიდევაც შეერთებული შტატების მიერ, თუმცა ამ კონფიგურაციაში, როდესაც პარალელურად ქურთისტანის მუშათა პარტიამ, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს, განაცხადა იმის შესახებ და ოჯალანმა კვირეების წინ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიამ უნდა შეწყვიტოს შეიარაღებული წინააღმდეგობა თურქეთის ხელისუფლებისადმი, ამის პარალელურად მოხდა ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება გეოპოლიტიკური, როდესაც SDF-მა, ანუ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, ქურთულმა ძალებმა ხელშეკრულება დადეს და შეთანხმება გააფორმეს
ცენტრალურ უკვე ხელისუფლებასთან, აჰმედ ალ-შარაას, ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამ ჯგუფთან და პრაქტიკულად განაცხადეს იმის შესახებ, რომ მოხდება მათი ინტეგრაცია სირიის ერთიან პოლიტიკურ და სამხედრო სივრცეში. პარალელურად ჩვენ გავიგეთ სხვადასხვა წყაროებიდან და ეს დადასტურდა, რომ ალავიტების მიერ მჭიდრო დასახლებულ რეგიონებში, რომელიც ნაპირს უკავშირდება, სირიის ნაპირს, კონკრეტულად კი ქალაქებს ტარტუს და ლატაკიას, სადაც ასევე მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზები, ერთი არის ავიაციური ბაზა ჰმეიმიმში და მეორე არის ტარტუსში, ესე იგი, ნავებისთვის, გემებისთვის გათვლილი სპეციალური ნაწილი ბაზის. ამ რეგიონებში დაიწყო აჯანყებას მსგავსი პროცესები, რომელიც ძალიან ძლიერი ძალის გამოყენებით და ბევრ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ათასობით დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია, მოხდა ჩახშობა ამ გადატრიალების მცდელობის სირიის ცენტრალური ხელისუფლების მიერ, საუბარია ისევ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით არსებულ ამ ძალებს. ეს არის ორი მიმართულება სირიაში და მესამე არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ პარალელურად, როდესაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობა მოხდა, ამ დროს ისრაელის მიერ იყო წარმოებული მასშტაბური სამხედრო მოქმედებები, საჰაერო კომპონენტით მხოლოდ და მთელი სირიის ტერიტორიაზე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმები შეიარაღებულ ძალებზე იმისთვის, რომ გაენადგურებინათ ის არსენალი, რომელიც არსებობდა სირიის შეიარაღებულ ძალების ფარგლებში, თუმცა პარალელურად ჰოლანდის მაღლობლები, რომელიც არის ტერიტორია, რომელიც საზღვარზე მდებარეობს სირიისა და ისრაელის, საერთაშორისო აღიარებულია პრინციპში სირიის ტერიტორიის ნაწილი, თუმცა ძალიან დიდი ხანია უკვე 10 წლეულებია, რაც იმყოფება ისრაელის კონტროლის ქვეშ, იმის მერე რაც რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის სირიამაც თავდასხმა დაიწყეს ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელმა ეს გამოიყენა იმისთვის, რომ აიღო ბუფერული ზონები კონტროლის ქვეშ. საინტერესო არის აქ იმის ხსენება, რომ ჰოლანდის მაღლობლებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირველი თავისი ვადის დროს აქვს აღიარებული სუვერენიტეტი ისრაელის. შესაბამისად, შეერთებული შტატებისთვის ჰოლანდის მაღლობლები ეკუთვნის არა სირიას, არამედ ისრაელს. თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ მაინც ჰოლანდის მაღლობლების ერთი ნაწილი ბუფერული ზონის, სადაც მდებარეობდა, ასე ვთქვათ, განლაგებული იყო სირიის შეიარაღებული ძალების ნაწილები ბაშარ ალ-ასადის ხელმძღვანელობით და რეალურად ასადის ხელისუფლებასთან იყო დადებული, მართალია ასადის მამის, მაგრამ აიც ასადების ხელისუფლებასთან იყო დადებული ეს შეთანხმება ბუფერული ზონის შესახებ. შესაბამისად, როდესაც დაირღვა ისრაელის შეფასებით ეს შეთანხმება იმ დროს, როდესაც დაიმხო, ასე ვთქვათ, ასადის ხელისუფლება და ჩანაცვლდა აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების, შეიძლება ითქვას, რომ ძვირფასო მაყურებლებო, ამ პროცესში ისრაელმა განახორციელა ასევე სახმელეთო ოპერაცია და წინსვლა უზრუნველყო, დაიკავა მთლიანად სირიის ნაწილიც, ანუ სირიის კონტროლ ქვეშ არსებული ჰოლანდის მაღლობლების ბუფერული ზონის ნაწილი. ამის შედეგად ბუფერულ ზონაში და თავად ჰოლანდის მაღლობლების მოსახლეობის დიდი ნაწილი არიან დრუზები. და ეს კიდევ ერთი, როგორც აღნიშნე, სირიაში არის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის ქურთების საკითხი, ეს არის ალავიტების საკითხი და ეს უკვე აღნიშნე, რომ ალავიტები არიან არაბები, ესე იგი ისლამის მიმდევრები, მაგრამ რადგანაც ალავიტები არიან, ალავიტები არის შიიზმის განშტოების ნაწილი. დრუზები კი ძალიან საინტერესო ჯგუფია, ეთნიკურად ასევე არიან არაბები, თუმცა რელიგიურად ისინი არ არიან რეალურად არც სუნიტები, არც შიიტები და მათ აქვთ გარკვეული თავისი ავტონომიური, ასე ვთქვათ, რელიგიური მიმდევრობა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა თეოლოგიის შეფასებით გარკვეული ისლამის, იუდაიზმის და ქრისტიანობის გათვალისწინებით ტრადიციას.
ხოდა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჰოლანდის მაღლობლების ტერიტორიაზე, რომელიც სირიის კონტროლის ქვეშ არის, ცხოვრობენ მეტწილად დრუზები და ისრაელის ნაწილშიც, რომელიც 10 წლეულებია უკვე როგორც აღნიშნე 77 წლის მერე რეალურად კონტროლის ქვეშ არის ისრაელის, იქაც ცხოვრობენ მეტწილად დრუზები, თუმცა ებრაელები ცხოვრობენ, რა თქმა უნდა. ამ ტერიტორიებზე ისრაელმა უკვე განაცხადა, რომ დრუზებს რომლებსაც ისრაელის შეფასებით და თავად დრუზების შეფასებით საფრთხე ემუქრებათ მათი რელიგიური აღსარებლობის გამო ცენტრალური ხელისუფლებისგან, ვინც როგორც აღნიშნე, რადიკალური სუნიზმის მიმდევრები არიან, ჰაიატ ტაჰრირ არ-შამი, ამ მიმართულებით დრუზები არიან, ასე ვთქვათ, ისრაელთან შეთანხმებაში და კონკრეტულად მოითხოვეს ისრაელისგან, სთხოვეს ისრაელს, რომ ისრაელმა აიღოს თავის თავზე დრუზების უსაფრთხოება და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მარტო ჰოლანდის მაღლობლებზე არა, კიდევ უფრო ფართო არის დრუზების ცხოვრების არეალი სამხრეთ სირიაში და მათ შორის დედაქალაქ დამასკოში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისრაელს უკვე განცხადებული აქვს საჯაროდ, რომ ისრაელი იღებს პასუხისგებლობას და უზრუნველყოფს დრუზების უსაფრთხოებას. მათ შორის თუ საჭირო იქნება სირიის დედაქალაქ დამასკოში, სადაც ერთ-ერთი უბანი არის დასახლებული დრუზებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე შევდივართ იმ რეალობაში, როდესაც დრუზების საკითხი, ჰოლანდის მაღლობლის საკითხი ისრაელსა და სირიას შორის დაპირისპირების შესაძლო განვითარების სცენარი გახდეს. რამდენიმე დღის წინ იორდანიაში ამანში, დედაქალაქ ამანში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონის, სადაც იყო სირიის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, იორდანიის თავად, ეგვიპტის და რა თქმა უნდა პირველ რიგში თურქეთის. თურქეთი არის საკვანძო ეხლა მოთამაშე ამ რეგიონში. რადგანაც რეალურად სირიიდან როგორც აღნიშნე ირანი გავიდა და თურქეთი არის დღეს მოწინავე, ვინცი გავლენაც არის დე-ფაქტო სირიაში. ამ შეხვედრის შედეგად იორდანიაში განცხადება გაკეთდა, რომ ისრაელმა უნდა დატოვოს ჰოლანდის მაღლობლები და სრული კონტროლი უნდა კონდეს სირიას მის საერთაშორისო დაღიარებულ ტერიტორიებზე. აქ ჩვენ უკვე ვხედავთ მნიშვნელოვან კონფლიქტს არაბულ ქვეყნების პოზიციასთან დაკავშირებით და თავად სირიასთან დაკავშირებით და აქ მინდა აღვნიშნო, რომ როცა ვამბობ, რომ აჰმედ ალ-შარაას მეორე გვარიც აქვს, რომელთაც მოიხსენიებენ, ალ-ჯულანი, ეს ჯულანი ითარგმნება როგორც ჰოლანდის მაღლობლები, ანუ თავის შინაარსით არის, იმიტომ რომ აჰმედ ალ-შარაა, ანუ ალ-ჯულანი არის წარმოშობით ჰოლანდის მაღლობლებიდან და მისთვის ეს გარკვეულწილად მისი მშობლიური ასე ვთქვათ, მიწის საკითხიც არის, ან მშობლიური ადგილი, სადაც დაიბადა, თუმცა ეს არის ფართო გეოპოლიტიკური საკითხიც რეალურად, როგორც უკვე აღნიშნე, ერთი მხრივ არაბული და ისლამური სახელმწიფოები ამას აღიარებენ და თავად სირია საკუთარ ტერიტორიად, მეორე მხრივ ისრაელი ამას საკუთარ ბუფერულ ზონად განიხილავს, ხოლო შეერთებული შტატები აღიარებენ ისრაელის სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე. ანუ ჩვენ ხედავთ რამდენიმე მნიშვნელოვან კერას, რომელსაც ემატება კიდევ ერთი დიახ, მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ნახეთ რამდენი ერთდროული პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს არის სირიასა და ლიბანს შორის არსებული შექმნილი დაპირისპირება. რამდენიმე დღის წინ დაიწყო სამხედრო ლოკალური ხასიათის მოქმედებები სირიის ახალ ხელისუფლებას შორის და ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე არსებულ დიდი ალბათობით საუბარია ჰეზბოლა, ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა შორის დაპირისპირებას. როდესაც კვირეების წინ ამაზე უკვე ვისაუბრე, ალავიტების წინააღმდეგ ჰაიატ ტაჰრირ არ-შამი, ან დღევანდელი სირიის ხელმძღვანელობა ოპერაციას ახორციელებდა ნაპირზე მდებარ ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში სირიის დღევანდელი ხელისუფლების ჯარი იყო განლაგებული ლიბანის საზღვართან იმისთვის, რომ არ დაეშვათ ჰეზბოლაჰის დაახლოება. ჰეზბოლაჰი არის ტერორისტული ორგანიზაცია შიიტური, რომელიც უკან დგას ირანი
ხოლო ალავიტები ასევე არიან შიიტები, როგორც კი აღნიშნე, რეალურად იყო მოსალოდნელი, რომ ჰეზბოლაჰი შეიძლება ჩაერთოს პროცესში და მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს ალავიტებს. ამის პრევენციის მიზნით საზღვარზე იყო გაძლიერებული სუნიტური ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამ ჯგუფის ყოფნა. ხოლო ამის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად დაპირისპირება მოხდა და მათ შორის საუბარია, რომ რიგი ადამიანების დაღუპვაზე ცეცხლის გახსნა მოხდა ორივე მხრიდან, ერთ-ერთ მიმართულებით სირიისა და ლიბანის შორის საზღვარზე და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ტერიტორიის ნაწილი არის დაკავებული ახლა სირიის ძალების მიერ. აქაც ეს კონფლიქტი მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, უფრო დიდ პრიზმაში. ერთი მხრივ ეს არის სირია, რომელსაც ხელმძღვანელობენ დღეს სუნიტური ძალები, თურქეთის მხარდაჭერით და ლიბანი, სადაც ხელისუფლება თავად, ასე ვთქვათ, უფრო სუვერენული არის იმ კუთხით, რომ მაგალითად თავისუფალი არის მეტნაკლებად ირანის და თურქეთის გავლენებისგან და აბალანსებს თურქეთის ირანის გავლენებს მათ შორის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, თუმცა ლიბანში არის ჰეზბოლაჰი, რომელიც რეალურად პარალელურ სახელმწიფოს წარმოადგენს და მას არ ჭირდება ლიბანის ხელისუფლებისგან ნებართვა და აი ამ სოფელში ამ დასახლებულ პუნქტის მიმართულებით, სადაც გრძელდება ახლა სამხედრო მოქმედებები, იქ ცხოვრობენ სწორედ შიიტები და საუბარია იმაზე, რომ ესეც რელიგიურ ნიადაგზე გარკვეული პროცესები ვითარდება. ძვირფასო მაყურებლებო, მე ამას ვამბობ იმიტომ, ახლა ეს ანალიზი ჩავატარეთ იმიტომ, რომ გავიაზროთ რა მძიმე მდგომარეობა არის შექმნილი ახლო აღმოსავლეთში და ეს რა თქმა უნდა გლობალური საკითხი არის, სადაც შეერთებული შტატების პოზიციაც უკვე იკვეთება. თუმცა პარალელურად ჩვენ ხედავთ ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვან განვითარებას უკრაინის მიმართულებით. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ხვალ გაიმართოს პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართულებით უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით მცდელობა არის ვაშინგტონიდან, რომ ომი შეჩერდეს, თუმცა რას ნიშნავს ომის შეჩერება, ეს არის კიდევ ძალიან რთული გასაანალიზებელი საკითხი, რადგანაც პრინციპში ყველა მხარე ამას აცხადებს, რომ 2000 კილომეტრიანი ფრონტის მქონე ომის შეჩერება, მისი მონიტორინგი არის ურთულესი ამოცანა და რამდენად ეს რეალისტური არის, ეს არის ცალკე პროცესი და ცალკე ძალიან რთული განვითარება. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი და ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით გაცილებით უფრო გააქტიურებული არიან. ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყანა აძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოემზადოს თავდაცვისთვის და ამბობენ, რომ შეერთებული შტატებიდან აი ამ რიტორიკის ფონზე ევროპის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, ეს პროცესი ვითარდება და ევროპული ქვეყნები დღეს სამხედრო მიმართულებით პრაქტიკულად საუბრობენ ერთობლივ ერთიან გარკვეულ მოქმედებაზე. აქ რა თქმა უნდა უდიდესი როლი აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, მაგრამ ასევე საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ ქოლგას. საუბარია იმაზე, რომ ეს ბირთვული ქოლგა უნდა გავრცელდეს მთელ ევროპულ გაერთიანებაზე და პრაქტიკულად შეიქმნას ახალი ევროპული უსაფრთხოების კონცეფცია. თავარი საკითხი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველო სად ვიმყოფებით ამ გეოპოლიტიკურ პრიზმაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესები, თქვენ იცით, რომ დედამიწა აგრძელებს გაყოფას ორ ნაწილად, ეს არის არსებითად დემოკრატიული და ძალები და არსებითად ავტორიტარული ძალები. ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთის მეთაურობით პრინციპში რუსეთი, თურქული კავშირის ნაწილი, ირანი, არაბული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი, პრინციპში თითქმის ყველა ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით აგრძელებენ თავიანთ მიდგომებს, გაძლიერებას და კოორდინაციას, ხოლო დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ ხედავთ გარკვეულ პროცესებს, ეს არის რა თქმა უნდა თვითონ შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები, ევროპაში და რა თქმა უნდა ამას ასევე უკავშირდება ისრაელში პროცესები, იმიტომ რომ ესეც დემოკრატიული სამყაროს
ბუნებრივი ნაწილი არის ისრაელი, ისევე როგორც უკრაინა და ისევე როგორც ვართ ჩვენ. კავკასიის რეგიონში რეალურად საქართველო და სომხეთი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ასევე მცირე რეგიონში მიმდინარე პროცესებიც, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმება, უпростоად ეს შეთანხმება არ არის ჯერ გაფორმებული, მაგრამ მზად არის იმისთვის, რომ გაფორმდეს, ანუ შეთანხმებული არის უკვე ყველა პუნქტი აი ამ ხელშეკრულების. ბოლო ინფორმაცია ასეთი არის, ოფიციალურმა ბაქომ და ოფიციალურმა ერევანმა ამის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში გააკეთეს განცხადება და რეალურად საუბარია იმაზე, რომ ბოლო ორი პუნქტი, რომელიც წინააღმდეგობას ქმნიდა ამ შეთანხმების დადებისთვის, მოიცავდა რეალურად აზერბაიჯანის მოთხოვნას, რომ საერთაშორისო სასამართლოებიდან გაწვეულ იქნას ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის მიმართ არსებული საქმეები და ამაზე სომხეთი არ თანხმდებოდა, თუმცა ახლა დათანხმდა, რაც არის დათმობა სომხეთის მიერ გარკვეულწილად და მეორე მხრივ აზერბაიჯანის მოთხოვნა იყო სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრიდან ევროკავშირის დამკვირვებლების გაყვანა. სომხეთი რეალურად დათანხმდა ამასაც, ესეც მნიშვნელოვანი დათმობა არის, თუმცა აქ სომხეთი აცხადებს, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დაიდება შეთანხმება, აზერბაიჯანი კი ითხოვს გაყვანას შეთანხმების დადებამდე და ამბობს სომხეთი ოფიციალურად, რომ როცა შეთანხმება დაიდება, მაშინ არანაირი საჭიროება არ იქნება იმისა, რომ საზღვარზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მთლიანად დატოვებენ ტერიტორიას სომხეთის და შესაძლოა მონიტორინგი იყოს განხორციელებული, მაგალითად სხვადასხვა ქალაქიდან და არა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაბამისად თვითონ მისიის გაუქმებაზე საუბარი არ არის. თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ გაფორმება ამ ხელშეკრულების დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქედან გამომდინარე, რომ სომხეთის თხოვნა იყო აზერბაიჯანისადმი, რომ ერთობლივად განეცხადათ იმის შესახებ, რომ არის შეთანხმება მიღწეული, თუმცა აზერბაიჯანმა ეს გააკეთა ცალმხრივად, რაც უკმაყოფილება გამოიწვია ოფიციალური ერევნის მხრიდან, თუმცა ეს არ არის არსებითი საკითხი. არსებითი საკითხი არის ის, რომ აზერბაიჯანი ითხოვს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას, საიდანაც პრეამბულაში არსებული მთიანი ყარაბაღის ნახსენები ნაწილის ამოღებას, რაზეც სომხეთი აცხადებს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თუ წარმოადგენს პრობლემას, მაშინ აზერბაიჯანის კონსტიტუციაშიც არსებული მისი პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობა, პირველი აზერბაიჯანის რესპუბლიკით 1918-1921 წლები, სადაც სომხეთის ტერიტორიის ნაწილიც არის მოიაზრება როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი, ესეც წარმოადგენს პრობლემას, შესაბამისად ეს გარკვეული ჩიხი არის ან სირთულე ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღე არის აზერბაიჯანი აცხადებს იმის შესახებ, რომ სომხეთის მხრიდან არის გახსნილი ცეცხლი მათი მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი პრინციპში ამას აცხადებს იმის ფონზე, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ამას უარყოფენ. აზერბაიჯანის ეს განცხადებები ქმნის გარკვეულ დაძაბულობას იმ ფონზე, როდესაც რიგი ქვეყნები მიესალმნენ პრინციპში საქართველოს, ისე როგორც შეერთებული შტატები, ევროკავშირის რიგი ქვეყნები, თავად ევროკავშირი, საფრანგეთი მიესალმნენ ამ გაცხადებას, რომ მხარეები თანხმდებიან გარკვეულწილად აი ამ მიმართულებით, ანუ ხელშეკრულების შეთანხმება მოხდა და ხელმოწერა არის დარჩენილი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქ არის ის, რომ აზერბაიჯანი აი ამ რიტორიკით პრაქტიკულად ცვლის დინამიკას და შეთანხმების დადების ნაცვლად ჩვენ პრაქტიკულად საუბრობთ იმაზე, რომ დიდი ალბათობით შეთანხმების დადება არის საკმაოდ შორეული პერსპექტივა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის მაიკ ვოლცის ზარი ბაქოში,
კონკრეტულად კი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველს დაურეკა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანში, იქ საპრეზიდენტო სისტემა არის, როგორც ვიცით, ჰიკმეთ ჰაჯიევს და მაიკ უოლცი ესაუბრა ჰიკმეთ ჰაჯიევს და განაცხადა, რომ შეთანხმება აუცილებლად უნდა დაიდოს, გამოყენებულია სიტყვა must, რაც ნიშნავს, ასე ვთქვათ, მტკიცებით ფორმას იმისა, რომ აუცილებლად და დაუყოვნებლივ ასევე ნახსენებია სიტყვა now, ანუ ახლავე უნდა იყოს დადებული ეს შეთანხმება, რაც გარკვეულწილად ზეწოლა არის აზერბაიჯანზე, იმ ფონზე, რაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელშეკრულების გაჭიანურება მოხდეს. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადება? პირველი, რომ ჩვენ ვხედავთ აქ ინტერესს აზერბაიჯანის, თურქეთის და თურქული კავშირის, რომ არ მოხდეს ხელშეკრულების დადება და მოხდეს დაძაბვა ურთიერთობების, რადგან თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანს აქვს განზრახვა, ამაზე ღიად საუბრობს, ისე როგორც თურქეთს აქვს სურვილი, რომ სომხეთის საერთაშორისო აღიარებული სუვერენული ტერიტორიების ნაწილში, განსაკუთრებით საუბარია სიუნიქის რეგიონზე, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურის რეგიონად მოიხსენიებს, ეგრეთ წოდებული ექსტრატერიტორიული და განმარტავ ექსტრატერიტორიული ნიშნავს, რომ საკუთრებაში, ვისით საკუთრებაში არსებობს იმის კონტროლის მიღმა, გარეთ, იმის კონტროლის გარეთ, მყოფი კორიდორი შექმნას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან და მასზე არ ექნება სომხეთს კონტროლი. ეს დაახლოებით ისეთი რამ არის, თუ აზერბაიჯანი და თურქეთი მოითხოვდნენ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტს, ისე რომ საქართველოს ამაზე არანაირი კონტროლი არ ექნებოდა. ამაზე ბუნებრივად ძალიან ლოგიკურად სომხეთი არ თანხმდება და ეს არის რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაზე რთული გეოპოლიტიკური საკითხი. ეს გეოპოლიტიკური საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამის განხილვა არ ხდება ხოლმე, ან ძალიან ირიბად ზედაპირულად ხდება ამის განხილვა და ხშირად ეშლებათ მაგალითად ბევრს და გონიათ, რომ იგივე სტატუსის მოთხოვნა არის აზერბაიჯანის მხრიდან, რაც საქართველოში არსებული კომუნიკაციების და უკვირთ ბევრს რატომ არ აძლევს სომხეთი იგივე სტატუსით გზას. სომხეთი პირიქით ზუსტად მაგას აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაც გადის კომუნიკაციები, იგივე სტატუსით სომხეთი მზად არის ამ კომუნიკაციების გახსნისთვის და ამისთვის სამთავრობო პროგრამაც კი შექმნა, რომელსაც ჰქვია მშვიდობის გზაჯვარედინი. თუმცა აზერბაიჯანი ამაზე უარს აცხადებს და აზერბაიჯანს სჭირდება ექსტრატერიტორიული კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი კავშირი დამყარდება ზეწოლის შედეგად ან პირდაპირ საომარი მოქმედებების შედეგად, ეს პრაქტიკულად გულისხმობს იმას, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებიან სახმელეთო კავშირით. და თურქული კავშირი, რომელიც უკვე შემდგარი 15 წლის განმავლობაში არსებული ორგანიზაცია არის, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, 6 თურქული სახელმწიფო, თურქული წარმოშობის ხალხის უმრავლესობით, რომელიც ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული რესპუბლიკაც შედის ხოლმე, ეს საერთოდ ძალიან ცალკე და უცნაური საკითხი არის, იმიტომ რომ ეს ტერიტორია აღიარებულია კვიპროსის რესპუბლიკის ნაწილად, რომელიც ევროკავშირის წევრია და რეალურად ეს არის ევროკავშირის ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული კავშირი, რომელიც იქმნება, მას სურს ესეთი კომუნიკაცია და უცნაურია, რომ საქართველოში ამას არ განვიხილავთ ხოლმე დეტალურად, რადგანაც ასეთი კომუნიკაციის არსებობა გამოიწვევდა იმას, რომ საქართველო დაკარგავდა უშუალო ბერკეტს, რომელიც მას დღეს გააჩნია თურქული კავშირის, თურქეთ-აზერბაიჯანის, მაგრამ ასევე ფართოდ თურქეთსა და ცენტრალურ აზიის თურქულ სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციაზე ზედამხედველობას, რადგანაც გადის ჩვენი ტერიტორიით, საქართველოს ტერიტორიით და შესაბამისად ეს ასევე უკავშირდება, რა თქმა უნდა, უფრო ფართო პროცესს, ის რასაც უწოდებენ შუა დერეფანს, ჩინეთის, თურქული კავშირის და ევროპული კავშირის კომუნიკაციას, რომელზეც დღეს საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური კონტროლი, რაც არის რეალურად გარანტორი ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის. მშვიდობის გარანტორი ის კი არ არის საქართველოში, რომ
და რასაც დღეს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი აცხადებენ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ მშვიდობის გარანტორი, არამედ გარანტორი არის ჩვენი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომლის დიპლომატიურად გამოყენება, რომლის გაძლიერება გვაძლევს საშუალებას, რომ დავაბალანსოთ ჩინეთს, თურქულ კავშირს, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთს შორის არსებული საჭიროებები იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირველ რიგში გადის იმაზე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. ზანგეზურის დერეფანი უკანონო შექმნიდა პირდაპირ კავშირს არა მხოლოდ თურქულ კავშირს შორის და ჩინეთს და თურქულ კავშირს შორის, არამედ რუსეთს და თურქეთს შორის. ძალიან ბევრს სამწუხაროდ ავიწყდება, რომ 2022 წლის 22 თებერვალს, 2 დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, ანუ ვიდრე რუსეთი დაიწყებდა ღია და ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ შეჭრას უკრაინაში, დაიდო მოსკოვში შეთანხმება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და ალიევი იყო ჩასული, პუტინსა და ალიევს შორის შეთანხმება მოკავშირეობის შესახებ. შესაბამისად, აზერბაიჯანი არის ერთდროულად თურქეთის და რუსეთის მოკავშირე და ესეთი კორიდორის გახსნა შექმნიდა პირდაპირ კავშირს თურქეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ კიდე ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეს რეგიონი სამხრეთ კავკასია ბევრი წლის განმავლობაში, აქ არასწორი იქნება თქვა ბევრი წელი, 100 წლეულების განმავლობაშიც კი იყო სწორედ რუსეთის და თურქეთის გავლენის სფერო, რომელსაც ისინი წარმატებულად იყოფდნენ, მათ შორის საბჭოთა პერიოდში, რუსეთის და ოსმალეთის იმპერიის პერიოდებში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ეს ზანგეზურის დერეფნის პროექტი გულისხმობს თურქეთის და რუსეთის მჭიდროდ დაკავშირებას და შეგახსენებთ აქვე, რომ თურქეთი არის ერთადერთი პრაქტიკულად ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც არ იყენებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გარკვეულწილად მოიაზრება ამ დასავლური ბლოკის და კავშირის ნაწილად, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახერხებს რუსეთთან კომუნიკაციის შენარჩუნებას და რეალურად ძირითადი ქვეყანა არის, ამას ხატყობს სავაჭრო ბალანსი, ვინც უწყობს ხელს რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლაში. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფნის პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ თურქული კავშირი როგორც ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს, რომლის მიმართულებითაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია ძალიან სერიოზული ბერკეტები და რაც გვაბალანსებს ამ ურთიერთობებს ჩვენ მეზობელ მნიშვნელოვან პარტნიორებთან, თუმცა თუ ესეთი ბალანსის მექანიზმი საქართველოს არ ექნება, მაშინ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით. მეორე მხრივ რუსეთი დღეს დამოკიდებულია საქართველოზე, ტრანზიტი მათ შორის გადის საქართველოს გავლით, იგივე თურქეთში და თურქეთიდან რუსეთში. ასეთი კორიდორის გახსნის შემთხვევაში შეიქმნებოდა პირდაპირ ალტერნატივა საქართველოს გზების, რაც ასევე ჩვენ გეოპოლიტიკურ როლს დავკარგავდით ამის შედეგად. გარდა ამისა, ეს მიმართულია ასევე იმისკენ, რომ არა მხოლოდ ლოგისტიკის კუთხით მოხდეს მნიშვნელოვანი პროცესი, არამედ სომხეთში მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. რადგანაც სავარაუდოდ აზერბაიჯანი, რომელიც როგორც ხედავთ, მიუხედავად შეთანხმების მიღწევისა და ეს არის სომხეთის დათმობის შედეგად შეთანხმების მიღწევა, მნიშვნელოვანი დათმობის მთიან ყარაბაღს რომ თავი დავანებოთ, თითონის პუნქტები, რაც ამ შეთანხმებაში დევს, საზღვრის მონიტორინგი ევროკავშირის მხრიდან და ასე შემდეგ, სომხეთის მხრიდან არის დათმობები აშკარად. ამ პროცესში ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანი მიუხედავად ამისა რიტორიკას აგრძელებს. საერთოდ აზერბაიჯანს შექმნილი აქვს დასავლეთ აზერბაიჯანის რიტორიკა, რომელიც უწოდებს მთელ სომხეთს, სომხეთის მთელ აღიარებულ საერთაშორისო ტერიტორიას დასავლეთ აზერბაიჯანს. აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ასეთი სამხედრო მოქმედებები და კორიდორის გახსნა დიდი ალბათობით რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის მიზანი აქ არის იმაში, რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება სომხეთში, რომელიც დღეს პროდასავლურია, ანუ რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება,
და პარალელურად ეს კორიდორი გაიხსნას. რაც რეალურად გაცლიდა სამხრეთ კავკასიას დასავლური ინტეგრაციისგან და ძვირფასო მაყურებლებო. ეს მთელი ანალიზი, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მოსაწყენი, იმიტომ რომ გარკვეული საკითხები, მაგალითად იემენი, ლიბანი, ისრაელი, ჩვენსგან მაინც შორს არის. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არც თუ ისე შორს არის, იმიტომ რომ პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენზე, მით უმეტეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რადგანაც ჩვენ სამწუხაროდ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც ერთი მხრივ არის ბევრი შესაძლებლობა, თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, თუ ჩვენ გვექნება ძლიერი შესაძლებლობები თავდაცვის სახელმწიფო სისტემები, მაგრამ მეორე მხრივ არის უზარმაზარი გამოწვევები. აქ არის ავტორიტარული უზარმაზარი ქვეყნები, ჩინეთი, რუსეთი, თურქული კავშირი, ირანი, არაბული სამყარო და არის ევროკავშირი, რომელიც ეკონომიკურად გაცილებით უფრო ძლიერია და არის შეერთებული შტატები, სადაც ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მდებარეობს, ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი მდებარეობს, სადაც სამხედრო შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი მდებარეობს, რომლის კულტურული და ისტორიული ნაწილი ჩვენ ვიყავით და ვართ, დაწყებული რომის იმპერიიდან, ბიზანტიის პერიოდიდან და გაგრძელებული პრაქტიკულად ცივილიზაციურად ჩვენი იქ ყოფნას, გულისხმობ საქართველოს და სომხეთის მაგალითად, გარდა ამისა დემოკრატიული ფასეულობების კუთხით ჩვენი ორივე ქვეყანა არის თავის შინაარსი და ხალხი დემოკრატიული საზოგადოებები არის. დღეს ჩვენ ხედავთ უზარმაზარ პოტენციალს იმისა, რომ საქართველო და სომხეთი აღმოჩნდნენ აი ამ ევროპული ერთიანი უსაფრთხოების და პროექტის ფარგლებში. ევროპიდან ჩვენ ხედავთ მნიშვნელოვან გზავნილებს იმ მიმართულებით, რომ მზად არიან ახლა ამ ევროპულ გაერთიანებაში ევროკავშირი პლუს, ანუ პლუს გარკვეული ქვეყნები. დიდი ბრიტანეთი არის ამის ნაწილი, ნორვეგია, შვეიცარია და რიგი ასევე სხვა ქვეყანა და მზად არიან მოიცვან საქართველო და სომხეთი. თუ ჩვენ შევძლებთ ამის განხორციელებას, საქართველო და სომხეთი იქნებიან პრაქტიკულად ერთი მხრივ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების მხრივ და ჩვენ შევძლებთ დავაბალანსოთ ჩვენი ურთიერთობა ამ რთულ რეგიონში, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ახლა სადაც მივდივართ, ეს არის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება. და როგორც ჩვენ ხედავთ, ეს არ არის მაინც და მაინც იდეოლოგიების საკითხი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე ევროპაში არის ლიბერალური ხელისუფლებები და არის კონსერვატიული ხელისუფლებები, არის მემარცხენე ხელისუფლებები და არის მემარჯვენე ხელისუფლებები. იგივე შეერთებულ შტატებშიც იცვლება ეს ხელისუფლებები და ძალიან კარგად ხედავთ, რომ რიტორიკა, დინამიკა იცვლება. საქართველოში პრიორიტეტული არის ის, რომ ჩვენ გქონდეს დემოკრატია. დემოკრატია არის ის, რაც ჩვენ ბუნებრივად გვაერთიანებს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. დემოკრატია არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. დემოკრატია არის ის, რის გამოც ჩვენ ამ ავტორიტარული სახელმწიფოების პრიზმაში არ ვართ და ვერ ვიქნებით, თუ ჩვენ გადავხედავთ რიგ ამ სახელმწიფოს, სადაც ავტორიტარული მართველი მართავს, არ მინდა ჩამოვთვალო რიგი სახელმწიფო, ჩვენი მეზობლები არიან, ახლო მეზობლები, შორი მეზობლები, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობები გაგვაჩნია და უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, კარგი პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ პირობითად ჩრდილოეთ კორეის გზას ვერ გავყვებით. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, არც უსაფრთხოების კონტექსტში და საბოლოო ჯამში ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, როცა ქვეყნის მისაკუთრების პროცესი მიმდინარეობს, ერთი ადამიანის მიერ, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც აპირებს საქართველოს გადააქციოს შპს-თ და ფლობდეს ამ ქვეყანას, სადაც აპირებს და ეს ძალიან კარგად ჩანს, გადით ქუჩაში და ნახეთ, ყველგან არის კამერები დამონტაჟებული ჩინეთის სტილში, ჩინური კამერები ხელოვნური ინტელექტით, რომლის მეშვეობითაც კონტროლი ხდება მოსახლეობის, ეროვნული ბანკი მუშაობს ციფრულარის პროგრამაზე, რომელიც სახიფათოა თუ დიქტატურაში ვცხოვრობ, თუ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობ, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა აკონტროლოს თქვენი ტრანზაქციები, თქვენი ფინანსური გადარიცხვები. საბოლოო ჯამში თუ ბიძინა ივანიშვილი ამას გადააქცევს, ჩვენს ქვეყანას გადააქცევს შპს-თ და ავტორიტარულ სახელმწიფოდ, ეს წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს, იმ მხრივ რომ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დასჭირდა 70 წელი. რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებას, სადაც
გვიღალატა რუსეთმა 1801 წელს ანექსია მოახდინა ჩვენი სამეფოების უკანონოდ დარღვევით ყველანაირი შეთანხმების, ისე როგორც 1921 წელს ყველანაირი შეთანხმების დარღვევით თავს დაგვესხა და ჩვენი ოკუპაცია მოახდინა. ამ პირობებში გასაგებია, რომ ჩვენ უნდა, რა თქმა უნდა, უზრუნველყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ვითანამშრომლოთ სამხედრო, ტექნოლოგიური, ფინანსური შესაძლებლობების იმ მხრივ გამოყენებაში, რომ გავაძლიეროთ საქართველოს სახელმწიფო. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს და სომხეთი ტანდემში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ გაცილებით უფრო ჩქარა წავიდეთ ევროპაში, რადგან სომხეთს თავისი შესაძლებლობები გააჩნია, საქართველოს თავისი, საქართველოს გააჩნია უზარმაზარი ინსტიტუციონალური გავლენა დასავლეთში, ხოლო სომხეთს აქვს დიასპორა, რომელსაც ასევე აქვს ისტორიული კავშირები შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ევროპაში და აქვს შესაძლებლობა, რომ ლობირება გაუწიოს საქართველოს და სომხეთის ერთობლივ შესაძლებლობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავისივე ინტერესების უზრუნველყოფისთვის და ეს არის კომუნიკაციებზე გავლენა, კომუნიკაციების ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც არის მშვიდობის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის და არ არის მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი, ან ერთი რომელიმე ადამიანი, ეს ვერ იქნება ერთი ადამიანი გარანტი, გარანტი არის ჩვენი ქვეყნის სისტემა, ჩვენი გავლენა ტრანზიტზე, ჩვენი გავლენა ეკონომიკურ კავშირებზე, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომელიც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და მათ შორის თავდაცვის შესაძლებლობები ჩვენ ხედავთ დასავლეთის ინტერესს, რომ სომხეთთან თანამშრომლობთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ სომხეთთან მათი თანამშრომლობის კუთხით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება მოხდეს მათ შორის, იმიტომ რომ ვიცით, რომ სომხეთში ინტერესი აქვთ, რომ მიაწოდონ გარკვეული სამხედრო შესაძლებლობები და აწვდიან და ხელს უწყობენ სომხეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას და ჩვენც საქართველოს გვჭირდება ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის. პარალელურად ასევე ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ისე განხორციელება, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობაც იყოს დაცული იმ კუთხით, რომ საქართველოს ჰქონდეს უნიკალური ბერკეტები რეგიონში ტრანზიტზე, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და საერთოდ ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ინტერესები, საქართველოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს ეროვნული ინტერესები ნამდვილად გადის ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოკავშირე ყოფნაში დასავლეთთან. შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და დაბალანსებაში არავინ არ ამბობს, რომ ავტორიტარულ ქვეყნებთან უნდა კონფრონტაციაში შევიდეთ, მაგრამ დაბალანსებაში. თუმცა, რასაც დღეს აკეთებს ივანიშვილი და ჩვენ მომავალში გავაანალიზებთ უფრო შიდა პოლიტიკის საკითხებსაც აუცილებლად რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რასაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის დაპირისპირება დასავლეთთან, ჩვენი ქვეყნის მოწყლა და დატოვება შესაძლებლობების გარეშე, მხარდაჭერი სამხედრო შესაძლებლობების რეგიონალიზაცია, სადაც ჩვენ ვართ ძალიან სუსტი, ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი ამ პრიზმაში ჩვენი შესაძლებლობები თავდაცვის არის ყველაზე სუსტი ყველა ჩვენ მეზობელთან შედარებით და თუ ჩვენ ვრჩებით ავტორიტარულ ბანაკში, თუ ჩვენ ვართ ავტორიტარული ქვეყანა, ჩვენ ხდებით ძალიან მოწყვლადი და სუსტი. სწორედ ამიტომ ამ რთულ ვითარებაში ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა დავიცვათ დემოკრატია და დემოკრატია პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ერთპარტიული პარლამენტი, ის არ ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, თავად მათი გაყალბებული შედეგების მიხედვით 14% დაუწერეს საკუთარ თავს და 46% არის ოპოზიცია, მაგრამ ერთპარტიული პარლამენტია. თუმცა მარტო 5% გადალახულ პარტიებზე არ არის საუბარი, ასევე არის სხვა პოლიტიკური ძალები. საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პლურალიზმი, დაბალანსებული კოალიციური ხელისუფლება საქართველოში, რომელიც შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის მმართველობაში, პარლამენტში, სხვა სისტემებში და სწორედ ამიტომ ჩვენს ინტერესებში არის, რომ ჩვენ გათავისუფლეთ ერთპარტიული მმართველობისგან, გქონდეს მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობა, რომლის შედეგადაც საქართველოს აი ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, გაძლიერება შევძლებთ. დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებლებო ყურადღებისთვის, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მომდევნო გამოშვებებში.